ჩემი პირველი menstruatsiya შემიძლია გავიხსენო ამ დროს, როცა დაიწყო საერთოდ ძალიან შემეშინდა, ანუ რაღაც სისხლი წამომივიდა და მეგონა რომ კვდებოდი და ესეთი ისტორია ძალიან ბევრ გოგონას აქვს. შესაბამისად, გამოვიდეთ რომ პირველი 2 წელი თან არ არის ჯერ რეგულირებული, ანუ ყველას გამართულად ეს ციკლურად არ აქვს და რეგულარულად შეიძლება არეულიც იყოს. ანუ ამ დროს დედებს ეშინიათ, რომ შეიძლება რაღაც უშვილო იყოს ჩემი შვილი და ამ შემდეგ. ჩემი კლასელებისთვისაც მე პირადად ძალიან მრცხვენა და ამის თქმა თან არის მომწიფების პროცესში რო ხდება ანუ ძუძუს ზრდა მენჯის ფორმების დამრგვალება ქალური ფორმების მიღება ეს ემოციური ცვლილება ანუ ყველა ის პუბერტული ცვლილება ანუ ჩვენ რატო არც კი გვიფიქრია ამაზე იმიტომ რომ რეალურად ის რომ მაგალითად ჩეხეთში ტუალეტში დევ სკოლაში უფასო მენსტრუალური პროდუქტები ან სავაჭრო ცენტრში ჩვენთან საერთოდ განათლებაც არ გვაქვს ამის შესახებ შესაბამისად რა ეს არ გვაქვს განათლება ეს პირადად ჩემთვის და ჩემი კლასელებისთვის და ჩვენი დედებისთვის და იყო ძალიან სტრესული არც სკოლაში არც სახში ანუ სახში რა თქმა უნდა ჩვენთან მშობლები ამაზე არ საუბრობდნენ მზად არ ვიყავით ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მზაობას იმიტომ რომ იგივე ანუ menstruatsiis ანუ menarches ალტერნატივა ბიჭებში არის სპერმარქე ხო ანუ პირველი სპერმა ან შარდში ან მასტურბაციის გზით მიღებული ან რაღაც დაღვრილი ან ღამის სულ სიზმრებში და ასე შემდეგ შესაბამისად ან მამაკაცებისგანაც მომისმენია იგივე როცა გავიზარდეთ შემდეგ კლასელები რომ აი ჩემთანაც რომ მოხდა ესეთი შემთხვევა მე ძალიან დავისტრესე ანუ ისინიც არავის არ გაუფრთხილები ამის შესახებ და რეალურად როგორიც არის მოშარდვა, როგორიც არის განავალზე გასვლა, რაღაც ფიზიოლოგიური ფუნქციები, ცხვირის მოხოცვა, ესე არის menstruatsiya, ოფლი მოგდის ადამიანები ვართ, ანუ მეტაბოლური ნივთიერებათა ცვლილები ხდება, ვიზრდებით, ვითარდებით და ყველაზე უფრო მეტად სტრესული იყო და მირტყავდა ის ინფორმაციის ნაკლებობა. ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ემოციური სტაბილურობა ჯერ არ გაქვს ხო მიღწეული, პლუს ეს ჰორმონული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ხასიათის ცვლილებებს იწვევს და არ იცი რა გააკეთო, ანუ სტრესი შენთვის ორმაგად უფრო სტრესულია. შესაბამისად, ანუ ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, ძალიან დიდი ტაბუ, არ ვიცი, ანუ ეკლესიაშიც ვინც მორწმუნე იყო და ეკლესიური არ დადიოდნენ ამ დროს და ან დღესაც ქანია შემთხვევები, რომ იმდენად უწმინდურობად ითვლება კონკრეტულ სოციალურ, რელიგიურ, კულტურულ ასპექტებში, რომ menstruatsiis გადავადებაც კი უთხოვეთ პაციენტებს, იმიტომ რომ რაღაც მეჯვარე ან ჯვრის წერა აქვს და ასე შემდეგ.